აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის პროექტი გაკვეთილი აფხაზეთის საქართველოს რეგიონებში გრძელდება. ცენტრის სპიკერები ამჯერად ქალაქ ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლას ესტუმრენ. გაკვეთილს მე-10 მე-11 კლასის 80-მდე მოსწავლე დაესწრო. ზუგდიდელი მოზარდები ინტერესით გაეცნენ ცენტრის მიერ აფხაზეთზე მომზადებულ ვიდეო მასალას, რომელიც ინფორმაციული და შემეცნებითი დატვირთვისაა. პროექტი, რომელიც აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება, წლის ბოლომდე გაგრძელდება. ჯამში საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი საქართველოს მასშტაბით 100 სკოლის მონახულებას გეგმავს. ჩვენი ცენტრის საგანმანათლებლო მედია პროექტი გაკვეთილი აფხაზეთი უკვე რეგიონში გაგრძელდა. დღეს ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში ვიმყოფებოდით. საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერად ჩაიარა ვიდეო გაკვეთილმა. ბავშვებმა შემეცნებითი გაკვეთილი, რომელიც 5 ვიდეო რგოლისგან შედგება, იხილეს და თავიანთი მოსაზრებებიც გამოთქვეს. ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო რაც მენიშნა ამ სკოლაში იყო ის, რომ მოსწავლეებმა დიდი დაინტერესება გამოხატეს, როცა გავაჟღერეთ, რომ ჩატარდება პროექტის დასასრულს მულტიმედია კონკურსი. შეგვიყვნენ მოსწავლეები, რომ მათ უკვე ბევრი ნამუშევრები აქვთ აფხაზეთზე, თავიანთ დამოკიდებულებას აუცილებლად ჩამოაყალიბებენ და პატარა ვლოგების სახით გამოგვიგზავნიან და აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროექტში. ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ინტერესი და ასე თქვა мотивация გამოიწვია მოსწავლეებში ამ ფილმის ჩვენებამ, იყო დაისვა კითხვები, გამოიხატა ესე იგი შემდგომი ინტერესი, რომ მსგავსი შეხვედრები კიდევ ჩატარდეს. მივესალმები როგორც სკოლის დირექტორი, ხელმძღვანელი, ასევე თვითონ როგორც ისტორიკოსი, რომ მსგავსი გაკვეთილები ჩაშენება თუნდაც სამოქალაქო განათლების პროგრამაში მოხდეს, თუნდაც ისტორიის სახელმძღვანელოში და ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვევს მოსწავლე ახალგაზრდობაში ცნობიერების დონის ასამაღლებლად, ისტორიული, ასე ვთქვათ, პერიპეტიების თუ ისტორიული როგორც მასალის გასაცნობად. ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი ინფორმაცია იყო და მინდა მადლობა გადავხადო ამ ფილმის შემქმნელებს, რადგან ჩვენთვის ასეთი მტკივნეული თემა აფხაზეთი გააღვიძეს ისევ და ცდილობენ, რომ სხვა ახალგაზრდებშიც გააღვივონ აფხაზეთის სიყვარული. მინდა მადლობა გადავხადო ამ ღონისძიების ორგანიზატორებს, რადგან ასეთი საინტერესო და ინფორმაციით სავსე ვიდეო მასალა მოგვაწოდეს. უამრავი რაღაც გავიგეთ აფხაზეთზე, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი სილამაზით აუღწერელი კუთხეა.